გამარჯვებულები შორს არიციან. არსად და არასდროს. ეს არის ფრაგმენტი ბათუმელი მედროშის სიტყვიდან, რომელიც დღეს მან სასამართლოში განსაჯელის სკამიდან თქვა. ზურაბ ჭავჭანიძე იმ 14 პირს შორის არის, ვინც სასახლის ღობის საქმეზე დაიჭირეს და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. მოშიმშილე მედროშემ აფხაზეთიდან დღეს სასამართლოს უთხრა, რომ საქართველოში პატიოსნებას და ქვეყნის სიყვარულს აპატიმრებენ. ეს სოფლში 15 მარტს განსაკუთრე ახალგაზრდა ბავშვები, სამები 25 წლის. მე გამომგებარ მათი სულები აფხაზები საშუალებას პროექტ არჩევ. იმიტომ რომ მაგალითად თავი რუსეთთან ბრძოლაში შესწირეს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვიტყვი რომ აქტიურად სიყვარულს და პატიოსნებას ბათუმელ მედროშესთან ერთად დღეს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა პატიმრობაში კიდევ 13 პირი გაუშვა. მათ შორის ისეთებიც, ვინც დღეს მოსამართლეს საკუთარი მძიმე დიაგნოზის შესახებ უყვებოდნენ. ბრალდებულმა გიორგი რურუ ამითხოვა დაეკითხა ციხის უფროსი, რომელიც სასამართლოში დაადასტურებდა, რომ თირკმელების დაკარგვის საფრთხის ქვეშ არის. მე ვაცხადებ საჯაროდ, რომ ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწესდეს საერთაშორისო მონიტორინგი. იქნებ საერთაშორისო საზოგადოებასაც დავუმტკიცოთ ის, რომ კურორტზე ვარ საპყრობილეში. მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა პროცესზე გიორგი ქორქიას ადვოკატმა. ირკვევა, რომ აფხაზეთიდან დევნილ ქორქიას ფეხზე ატროფია აქვს. ციხეში კი სრულფასოვან მკურნალობას ვერ უტარებენ. დაცვის მხარის ამ პოზიციას დღეს პროკურატურა არ დაეთანხმა. ჩვენს წინ ზის ახალგაზრდა ბიჭი და აბსურდებს ლაპარაკობს. ჩვენ რა ჩავიდინეთ, გათვითცნობიერებული გვაქვს, მაგრამ პროკურატურა რასაც აკეთებს, ვერ წავყვებით იმაში. მე ვერ გადავაადგილდები და ისეთ პირობებში მიწევს ახლა ცხოვრება, რომ მიჭირს. განსაჯელის სკამზე იჯდა დღეს ყოფილი მასწავლებელი, რომელსაც 14 წლიანი სტაჟი აქვს. რამაზ მუმლაძემ დღეს სასამართლოს უთხრა, რომ ჯგუფური ძალადობის ბრალდება აბსურდულია. მასთან ერთად დაკავებულებიდან არც ერთს არ იცნობს და აქვს განცდა, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის შეიან. ხომარერი ჯგუფური, პირველად ახლა გავიცანი ეს ადამიანები, შემიძლია კონსტიტუციას დავადო ხელი, საიდან მოუვიდა პროკურატურას ეს აზრი, გთხოვთ ჩართეთ, დისკი ვნახოთ რა დავაშავე. მე 14 წელი სკოლის დირექტორი ვიყავი, უამრავი თაობა გამოვზარდე. პატივსცემ პროკურატურის სამსახურს, მაგრამ ჰუმანურობა მნიშვნელოვანია. განსაჯელის სკამზე დღეს ძირითადად მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები ისხდნენ. არც ერთი დაკავებული არ უარყოფს, რომ აქციაზე იყვნენ. დარწმუნებულები არიან, რომ ბრძოლას მათი თანამებრძოლები გამარჯვებამდე მიიყვანენ. პირველად ვარ სასამართლოზე, პირველი სასამართლო ბუტაფორული იყო და არ ამგონია, რომ ეს იყოს განსხვავებული. ადამიანი, ვინც იბრძვის, ჯერ არ დამარცხებულა და ვინც დამარცხდება, არის ის, ვინც ჩვენ გვებრძვის. ვინც არ ნებდება, ის იმარჯვებს და სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ვლადიმერ გველესიანმა დღეს ოჯახის წევრებს მიმართა სამშობლოს სიყვარულის სწავლებისთვის მადლობა გადაუხადა მშობლებს, შვილებს და მეუღლეს კი ბოდიში მოუხადა. გველესიანმა ისაუბრა იმ მძიმე პირობებზეც, რომელიც ციხეშია. სიტყვა ტაშით დამსწრებმა გველესიანს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. რა უნდა მომივიდეს, სად უნდა დავიმალო? სირცხვილი იქნება, რომ ამათ დავემალო. ქუდსაც არ დავიხურავ. არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე ზის. არა, იბრძოლეთ თქვენი სამშობლოსთვის, რომელსაც საქართველოს ქვია და არა გრუზია. ღმერთმა გამძლეობა მოგცეს, სულიერი, ფიზიკური. ჩვენ ამას გავუძლებთ და გადავიტანთ. შვილებო, თავი აწიეთ. არ მოხაროთ თავი. სასირცხვილო არაფერია. უსამართლობა საქალაქო სასამართლოს დარბაზებში გააპროტესტა პატიმრობაში მყოფმა ფიცხელაურის ცოლმა. ერთი კაცის პროტესტზე ქალი სიმბოლურად იმ შარვლით მივიდა, რომლითაც მისი მეუღლე დააკავეს. ფორმალური მიზეზებით პატიმრობაში დატოვება, რომ აბსურდულია, ამას დღეს მოსამართლეს უხსნიდა ყოფილი პოლიციელიც. თავისუფლება არ არის მხოლოდ ფიზიკური შეზღუდვა ადამიანის ციხის კედლები ზღუდავს იმ შესაძლებლობას, რომ ჩვენ შეგვიზღუდოს სამშობლოს სიყვარული, ოჯახის მოფერება. მიმავა ჩემთვის არ ნიშნავს თავისუფლებას. მიმავაში მყოფი ადამიანი აღიარებს, რომ დამნაშავეა. პროკურატურა დღეს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ადვოკატებმა კითხვები ამოცნობის ოქმებზე დასვეს. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებდა, რომ რამდენიმე დღის გაუპარსავი წვერის გამო ადამიანები ვერ ამოიცნეს. ადვოკატების არგუმენტების მიუხედავად დღეს სასამართლოში მიყვანილი ყველა პირი პატიმრობაში დარჩა. ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთმა კოლეგამ დააყენა შუამდგომლობა აღნიშნულ ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად დართვასთან დაკავშირებით, თუმცა რატომღაც პროკურატურამ გააკეთა აქცენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ
ფოტოში პიროვნება 2 დღის წვერგასაპარსი იყო, ზოგიერთ შემთხვევაში 3 დღის წვერგასაპარსი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას და არ ლახავდა ადამიანის უფლებებს იმ კუთხით, რომ აღნიშნული შუამდგომლობით გირაო ყოფილიყო გამოყენებული. გიორგი პირველიძე არის ადამიანი, რომელიც თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, შესაბამისად არ არსებობს მიმავის საფრთხე, დასრულდა გამოძიების ეტაპი, არ არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ სპეციფიურ დანაშაულს ედავებიან, არ არსებობს ამ დანაშაულის განმეორების საფრთხე. 39 ტომიან საქმეში გიორგი ტალახაძესთან მიმართებით იყო მხოლოდ რამოდენიმე ფურცელი, რომელიც საერთოდ არ ასაბუთებდა იმას, იყო თუ არა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე გიორგი ტალახაძე პირიქით აშველებს და არა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობს. ახალ დანაშაულებს ჩადენის საფრთხეს ასაბუთებდა თავად მათი ქმედების ხასიათი ის, რომ მათ ჩადენილი ჰქონდათ ჯგუფური ძალადობა, რამაც გამოიწვია რბევა, ცეცხლის წაკიდება, არაერთი ნივთის დაზიანება, რამაც გამოიწვია ათეულობით 1000 ლარის ზიანი, ასევე გამოიწვია ფიზიკური ზიანი სხვა პოლიციელის მიმართ. 4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმე პროკურატურას 5 ნაწილად აქვს დაყოფილი. ყველაფერი საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა სხდომათა დარბაზს საპროტესტო შეძახილებით ტოვებდა. ბრძოლა ბოლომდე ეს დღეს ყველა დაკავებულის მთავარი სათქმელი იყო.